ჭიათურაში შექმნილი პრობლემის გადაჭრის მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სახელმწიფოს დასაქმებულთა და დამსაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები შევლენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ხდომაზე მიიღეს, სადაც ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ სამთო მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა ნათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ხდომაზე ეკონომიკის, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდომაზე აღინიშნა, რომ სპეციალური ჯგუფი პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს და მაქსიმალურად უმტკივნეულო გადაწყვეტილებას მიიღებს. კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე დამსაქმებულთა ინტერესები. ჩვენ შევეცდებით უახლოესი დღეების განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დიდი შრომა ჩავდოთ, დიდი ძალისხმევა ჩავდოთ საიმისოდ, რომ საუკეთესო ვერსია, საუკეთესო ვარიანტი იქნეს ნაპოვნი საიმისოდ, რომ შეძლების დაგვარად მაღალ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი იმ თანამშრომლების უფლებები, მათი სამომავლო პერსპექტივები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ რისკი, ასე ვთქვათ, გარკვეული სამუშაოს დაკარგვისა. პირველი და უმთავრესი ფაქტი არის ის, რომ კომპანიას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებული პრობლემებით, ასევე სახელმწიფოს მიმართ დავალიანებით, რომელიც ასევე რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს, ეს სხვადასხვა სახის დავალიანება არის და რასაკვირველია, საჭირო არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოიძებნოს ოქროს შუალედი და როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული. პოზიცია არის ის, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მყისიერად, უსწრაფესად იქნება განხილული ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს ნათელი სურათის დანახვებას და ეს ბუნდოვანება რაც გვაქვს და ჩვენ რასაც ასე ვთქვათ, ვერ ვცემთ კითხვის ნიშნებს პასუხს ამ ყველაფერს გაეცემა მთავრობის ჩართულობით პასუხი.